მასალები გადმოცეს, უცებ რასაც გადავხედეთ არის WhatsApp-ში ჩემი მიმოწერები, სადაც მეძახიან ამ რაღაც იმაზე, ვითომ კომისიაზე, არის ჩემი Facebook-ის პოსტების სკრინები, სადაც ვაითქვე ყლეებო მიწერია ორჯერ, ეგ არის ერთი 80-იანი ფონტით ამობეში და დევს მასალებში, მეტი შიგნით არაფერი არ არის. დანარჩენი რო არ მივდიოდი და არ ვაპირებდი მისვლას, ისედაც იციან, არაფერზე ხელი არ მომიწერია, დღეს გადააგზავნიან საავადმყოფო სასამართლოში და მერე იქნება პროცესი იმსჯელებენ ალბათ აღკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, დამკვიდრებული პრაქტიკა რაც არის, რომ გირაოს უფარდებენ და ესე უშვებენ, 1 ლარის გადამხდელი მე არა ვარ, არაფერს გადამხდელი არა ვარ. გირაოს შინაარსი არის ის, რომ რაღაცა არ გავიქცე ქვეყნიდან და ეს არ ქნა და ის არ ქნა. არცაც წასვას არ ვაპირებ, როცა პირველად შევამეხნიანე, სტრასბურგში ვიყავი, ჩამოვედი, აქ ვარ, ზოგადად ამ ქვეყნიდან არცაც წასვას არ ვაპირებ და მანამ სანამ ამათ არ გაუშვებთ, მანამდე არც გაჩერებას არ ვაპირებ. შეიძლება პასპორტი ჩავმართო. რა დაგაკვენია გირაოს გადამხდელი? არ ვიცი, ნახოთ ყველა მეფე. პასპორტი შეიძლება ჩავმართვან, იმიტომ რომ ბოლო ჩემი 4 გასვლა დაემთხვა ისე, რომ ამდენი წავედი იმდენჯერ ვიღაცები დაასანქცირეს აქ ყოველ ჯერზე და შეიძლება ჩათვალო, რომ რაღაც ეს ჩემი დამსახურება არის, რადგან მე იქ ვიყავი. არის ჩემი დამსახურება, მაგრამ ვიზიტებთან ეს კავშირში არ არის პირდაპირ, მაგრამ ამის გამო შეიძლება ეს გააკეთო, მაგრამ არც ეგ არ არის პრობლემა. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, არსად ამ ქვეყნიდან მე წასვლას არ ვაპირებ, არასოდეს არ წავსვლარ, არასოდეს არსად არ მიცხოვრია, აქ ცხოვრობ და აქ ვაკეთებ, იცხოვრობ და აქ მინდა რომ ჩემი შვილიც იცხოვრო. დაკავებისთვის მზად ხარ გირაოს გადაუხდელობის? ნებისმიერი რამისთვის დათვალ, ნებისმიერი რამისთვის.